ეს ტურნირი ტრადიციულად უკვე მერვე წელია ტარდება, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ღონისძიების განხორციელდება აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით. ტურნირი ჩატარდა მაღალ დონეზე, 5 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც დააჯილდოვდნენ მედლებით. ვფიქრობ, ამ ტურნირის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ მიზანს მივაღწიეთ, დამკვიდრდა ჯანსაღი ცხოვრების წესი სამინისტროებსა და უწყებებს შორის და ასევე ფეხბურთის პოპულარიზაცია. ვიმედოვნებთ, მომავალშიც გაგრძელდება ეს ტურნირები და ალბათ ჩვენთან აფხაზეთშიაც მოვესწრებით იმ ბედნიერ დღეს, რომ განახორციელებთ ესეთ ლამაზ ღონისძიებებს. სანახაობრივი მატჩი გამოვიდა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კმაყოფილი წავიდა ყველა ამ ტურნირიდან გამომდინარე. რთულ ორთაბრძოლაში მოვიპოვეთ გამარჯვება, მართლაც ძალიან ღირსეული მეტოქი ყავდა იუსტისის სამინისტროს სახით. მაგრამ თავდადებით ბოლომდე დაიხარჯნენ ბიჭები, ეგნა გამომდინარე მივიღეთ ის შედეგი, რასაც გამარჯვება ქვია ფინალში, ფინალურ ეტაპზე და ღირსეული ჩემპიონები ყავს 2020 წლის აფხაზეთის მინისტერიალს, შემიძლია თქვა. ამას ხაზი გაუსვა. ასევე მეორე ადგილოსანი გუნდიც ძალიან ღირსეულია იუსტისის დეპარტამენტის სახით და შემდგომ წელს წარმატებას უსურვებ ყველას. ჩვენიანად.